ჩვენთან არის ღმერთი. აი შევუდექით უკვე მარხვის დასაწყისის კვირიაკეებს. პირველი კვირა მოსამზადებელი დიდი მარხვისა თქვენ იცით ეწოდება კვირა მეზვერისა და ფარისევლისა, შემდგომარი უძღების შვილისა, შემდგომ საშინელი სამჯავროსი და ასე შემდეგ. და აი თავიდანვე ეკლესია გვაფრთხილებს რაღაცას. ტყუილა არ არის წაკითხული დღევანდელ ღვთისმსახურებაზე. ეს სახარება, ეს იგავი ძალიან მოკლე შინაარსი, მოკლე მოცულობა, მაგრამ შინაარსი ძალიან ღრმა. აქ არის საუბარი იმაზე, თუ როგორ არ უნდა იმოღვაწეოს ადამიანმა, როგორ არ უნდა ცხოვრობდეს ზოგადად, მაგრამ მით უმეტეს დიდი მარხვის დასაწყისში როგორი აზრები, როგორი განწყობილებით არ უნდა ხვდებოდეს. ყველაფერს ხო ჩვენ რაღაცით ხვდებით, რაღაცა განწყობა გვაქვს წინასწარი. აი როგორი არ უნდა გქონდეს და მეორე მხრივ, თუ რაღაც არ უნდა გქონდეს, რაღაცა უნდა გქონდეს შესაბამისად. აი ამაზეა საუბარი დღევანდელ იგავში. ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად. ორივე სალოცავად შევიდა. ერთი ყაჩაღი და ესეთი რამე კი არა. ორივე შევიდა სალოცავად. მიზანი ეს არის. ერთი იყო ფარისეველი, ფაქტობრივად წმინდანი, დღევანდელი ფარისეველი არ უდრის იმ გაგებით ფარისეველს. შემდგომ კი შემოვიდა ასეთი ფარისევლობა, ანუ გარეგნული ქმედება, ტყუილი ფარისეველი კაცი დღეს ასოცირდება გარეგნული ქცევით შემკულ კაცს, რომელიც ლამაზია შეიძლება თავისი საქციელებით რაღაცა, მაგრამ რას ფიქრობს ტვინში, კაცმა რო არის ის. რო თამაშობს როლს რაღაცისას. ეს ფარისეველი კაცი, მატყუარა კაცი, ცრუ კაცი. მაგრამ იმ პერიოდში ესეთი ამბავი არ იყო. ფარისეველი ნიშნავს განშორებულ ადამიანს, თვითონ სიტყვა ეტიმოლოგია ამისი ესია. განშორებული არა ბერმონაზმული გაგებით, არამედ იმ გაგებით, რომ ესენი თვლიდნენ საკუთარ თავს წმინდანებად და მართლაც ასათები იყვნენ. როგორი ფსიქოლოგია ჰქონდათ მათ. რადგანაც ებრაელი ხალხი ვერ ასრულებს მოსეს რჯულს, ვიღაცამ ხო უნდა შეასრულოს, თორე ღმერთი დაგვჯდის ჩვენ, ამბობდნენ ესენი. ამიტომ ჩამოყალიბდა ფარისევლობა განშორებულები ხალხისაგან თავიანთი სიწმინდით. ანუ ჩვენ ვასრულებთ ამ ყველაფერს, მაგრამ თქვენ ვერ ასრულებთ ამას. ამიტომ ჩვენ ვართ ფარისევლები, წმინდანები, აღმსრულებლები რჯულისა. და ხალხი ასე მიიჩნევდა მათ. უწმინდესი ხალხი, აღმსრულებლები. და თუ კი რაღაცა რჯულში იყო დადგენილი, ესენი უფრო ამკაცრებდნენ ამ რჯულს. ორჯერ მარხულობდნენ კვირაში. ორშაბათსა და ხუთშაბათს და ასე შემდეგ. ესე იგი, ხალხის წინაშე მართალი კაცი შევიდა სალოცავად, ფარისეველი. მეორე. ხო, დამავიწყდა, როგორ ლოცულობს ახლა ეს კაცი? გმადლობ უფალო, რომ არა ვარ სხვა ადამიანების მსგავსი. ორჯერ ვლოცულობ კვირაში, მიაცებ წირავ ტაძარს, არა ვარ მემრუშე, ცრუ, ან ეს როგორც ეს მეზვერე დგას აქ, ესეთი არა ვარ. გმადლობ შენ. სინამდვილეში ეს ლოცვა კი არ არის. ეს არის წარმოჩენა ღვთის წინაშე, რა კარგი ვარ მე, შემომხედე ღმერთო? მე კი შენ გაბრალებ ამას, რომ კარგი ვარ, შენი დამსახურებაა ვითომ. მაგრამ სინამდვილეში მე შენ წინაშე წარდგები როგორც მართალი, შემომხედე, დატკბი ჩემით. იმიტომ მე ვტკბები ჩემით. ხალხი ტკბება ჩემით. და ხა შენღა დამრჩი, რომ დატკბე. და გმადლობ შენ, რომ ასეთი ვარ.
რატო ეს უბედურება ამას მოგახსენებ ცოტა ხანში. ახლა მეორე მეზვერე კაცი, ცოდვილი კაცი, წინა კვირაში ჩვენ გქონდა საუბარი მეზვერეებზე, ეს იყო მოღალატე ხალხი, ებრაელი ხალხი, მაგრამ მოღალატეები ზაქესთან დაკავშირებით გახსოვთ. აღარ გავიმეორებ ამას. უცოდვილესი, რომლებიც შეიძლება ითქვას მდიდრები იყვნენ, მაგრამ ხალხის მიერ მოძულებულები, იმიტომ რომ ემსახურებოდნენ რომის იმპერატორს. და რაღაცას იპარავდნენ, ჯიბეში იდებდნენ და მეზვერეები ასეთი გაუბედურებული ფენა, გაუბედურებული არა ფინანსურად, არამედ ავტორიტეტით, ზნეობრიობით. ესე იგი, ორი ურთიერთსაპირისპირო პერსონაჟია წარმოდგენილი. ერთი წმინდანი და მეორე უცოდვილესი. ერთი ჩამოთვლის თავის დამსახურებებს და მეორე ამბობს ღმერთო მილხინე მე ცოდვილსა ამას. აი მხოლოდ ეს არის მისი ლოცვა. და საოცარი მომენტი. გამოვიდა მაცხოვრის სიტყვისამებრ პირველი არაცხონებული იქიდან, ესე იგი არა გამართლებული, ხოლო მეორე ეს ცოდვილი კაცი არის გამართლებული. რატო? რა ის ფარისეველი, რასაც ამბობს, არაკეთებს ამას? ცრუ და გარეგნული რო არის ეს გასაგებია, მაგრამ ცრუ არ არის იმაში, რასაც ამბობს. ის ყველაფერს აკეთებს, ორჯერ მარხულობს. რასაც ჩამოთვლის, ყველაფრის გამკეთებელია ეს კაცი. და მეტი რაღა გინდათ, კაცო? თურმე ის უკანასკნელი, მომპარავი ადამიანი, მეზვერე გამოდის გამართლებული და ის პირველი გამართლებული არ გამოდის. რა ლოგიკაა? სადამდე მიდის მაცხოვრის ქადაგება? რას გვეუბნება ეს სახარება? თქვენ იტყვით, რა თუნდა ამას დიდი განმარტება? პირველი არის პატივმოყვარე, ამპარტამანი, მეორე თავდაბალი. კი ბატონო, ზოგადი გაგება ესი ამ იგავის. და ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი. 100 არ უნდა ვიწყებდეთო დიდ მარხვას გვეუბნება წმინდა ეკლესია, როგორც ის ფარისეველი იწყებს. იმიტომ რომ მაშინ ტყუანი კაცი გამოდიხარ შენ. მაგრამ რო ჩავწვდეთ სიღრმეს, რატომ არის ამპარტავნება, ანუ იგივე პატივმოყვარეობა, დამღუპველი სენი? რატოა ესე? რატო ეს ვნება? საერთოდ პატივმოყვარეობა არის დედა ამპარტავნებისა. შვილი ამპარტავნებაა და დედა არის პატივმოყვარეობა. თუ კი პატივმოყვარეობაში არ არის კაცი ამპარტავანი, არასოდეს არ იქნება. ჩემი ნათქვამი არ არის. ყველა წმინდანი ამბობს ამას. მაგრამ აი ჩემი სიტყვები რომ არ გეგონოთ, პერიფრაზი არ მინდოდა მომეხდინა ჩემი სიტყვებით იმისა, იმ ღრმა აზრისა, რომელიც მინდა წაგიკითხოთ ძალიან მოკლედ. ეს არის წიგნი ცნობილი, ძალიან ცნობილი თქვენთვის, იოანეს სინელის კლემაქსი. იოანეს სინელის, ესე ვთქვათ, უჭკნობი გვირგვინი და წოდებული მეხუთე სახარებად ზოგადად. ძალიან მოკლე გამონათქვამია, 20 ვისაც გაინტერესებს, შეგიძლიათ ნახოთ. ეს არის კლემაქსის, ანუ კიბის, სათნოებათა კიბის 22 თავის მეცხრე მუხლი. სხვადასხვა რედაქციებში სხვადასხვა მუხლები, ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ამ გამოცემაში 2008 წლისა არის მეცხრე მუხლად ის მუხლი, რომელსაც მე წავიკითხავ და ძალიან სიღრმისეულია ამ დროს. რატოა დამღუპველი პატივმოყვარე ადამიანი? მარტო ის რო კი არ არის, რომ მე მაგარი ვარ, ეს კი არ არის. უფრო სხვა საფუძვლები აქვს თურმე ამ ყველაფერს. აი, მოусმინოთ იოანეს სინელს რას ამბობს. პატივმოყვარე
კერპთ მსახურია ქრისტიანობაში. ჰგონია ღმერთის წამს და სინამდვილეში ღმერთის კი არა, ადამიანების მაამებლობას ესწრაფვის. ჩვეულებრივი თქმა, არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ შემზარავი სიტყვებია ეს. აქ არის ორი უკიდურესი დაცემა ადამიანის წარმოდგენილი. პირველი, რომ პატივმოყვარე ქრისტიანობაში არის კერპის მსახური. ეს პირველი და მეორე, ჰგონია რომ ღმერთის წამს, მაგრამ ღმერთი კი არა, თავის მაამებლობას ესწრაფვის. ორი კერპის მსახური, ანუ წარმართი ფაქტობრივად და ათეისტი. ჰგონია რომ ღმერთის ასწამს. აი ფარისეველი შედის ტაძარში როგორც მორწმუნე კაცი. ყველაფერს ასრულებს. მაგრამ ის რაც მას გაუკეთებია, არის ყველაფერი გარეგნული. შინაგანი რო არ არის, ეს ჩანს იქიდან, რომ პატივმოყვარეობაში იმყოფება ეს კაცი. საერთოდ ათეიზმი არ არის ერთგვაროვანი მოვლენა. ჩვენ გონია, რომ ადამიანმა თუ თქვა, რომ ღმერთი არ ამწამს, ათეისტია. როგორ არ არის ის ათეისტია, რა თქმა უნდა, მაგრამ ათეიზმი მხოლოდ ერთი გამოვლინებით არ ვლინდება წუთის სოფელში. ათეისტობა არის ყველაფერი ის, ზოგადი გაგებით, რაც ღმერთისადმი მსახურებაში არ ვლინდება, შიგნაგანი ცხოვრებით პირველ რიგში. აი მაგალითად, ათეისტი შეიძლება იყოს ეკლესიაში მოსიარულე კაცი, მაგრამ მისი მიზანი ცხოვრების იყოს სახლის აშენება. მეორესა შეიძლება იყოს ფულის შოვნა. მესამისა არის ოჯახის შექმნა. მიზანი ცხოვრების, მთელი ცხოვრება რო ამაზე ზრუნავს. საშუალება კი არ არის მიზანი მისი ცხოვრების. მაგრამ ასეთი ადამიანი შეიძლება ეკლესიაში დადიოდეს. და ამ ხალხს ეწოდება ათეისტები. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს. არ იყოს ჩვენი ნათქვამი. ათეისტია ყველა ის კაცი, რომლის მიზანი ცხოვრებისა ღმერთი არ არის. მას გონია რომ ღმერთი სწამს. ფარისეველის მიზანი ცხოვრებისა, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, რასაც ახლა ვიტყვით. იყო რა? გარეგნული ქმედებები მოსეს რჯულისა. ღმერთის რჯულია ეს. მისი მიზანი იყო ეს. მიზანი ღმერთთან შეერთება კი არ იყო მისი. იყო გარეგნული ქმედებები. შესრულება შესრულებისათვის. რიტუალისათვის. ამიტომ ამბობს სინელი, რომ მას გონია პატივმოყვარე კაცს, გონია არის კი არა, გონია რომ ღმერთის ასწამს. სინამდვილეში არ სწამს ამას. და მეორე, კერპის მსახური. რატო კერპის მსახური? რა კერპი უნდა ყავდეს ახლა ამას? კერპი ამ შემთხვევაში პატივმოყვარე კაცისთვის არის საკუთარი თავი. დამინახეთ როგორი კარგი ვარ. ჩემს გარშემოა ყველაფერი. ღმერთიც მე მემსახურება, მოყვასიც ყველანი. და თან ამას მე ღმერთის სახელით რომ ვამბობ. როგორც ფარისეველი. გმადლობ შენ ღმერთო, რომ არა ვარ სხვა ადამიანებისნაირი. სინამდვილეში ღმერთი კი არ აინტერესებს ამას. საკუთარი თავი კერპად გაუხდია. მე რა კარგი ვარ, შემომხედეთ. როგორი წმინდანი ვარ მე. რიტუალებს ყველაფერს ვასრულებ.
კაცი ეს კაცი სინამდვილეში იმიტოა დაღუპვის გზაზე სინელის თანახმად რომ გონია რომ ღმერთი სწამს და სინამდვილეში ღმერთი კი არ სწამს როგორ ქმედებებსაც არ უნდა ასრულებდეს ფარისეველი ღვთისმსახურ ქმედებებს ასრულებდა ყველაზე აღმატებული ამაზე აღმატებული რაღა უნდა იყოს მაგრამ ზოგს მიზნად აქვს ღვთისმსახურების რიტუალი კი არა როგორც მოგახსენეთ მატერიალური მომენტები განათლება განათლებისათვის რაში გჭირდება ეკითხები წიგნის კითხვა რაში გჭირდება იმიტომ განათლებული ვიყო მიზანი განათლებულობა აბა ნორმალური ჭკუის ლაპარაკია განათლება მოღვაწეობა სახლის აშენება ყველაფერი ერთ მიზანს უნდა ემსახურებოდეს პირველ რიგში მიზანი ღმერთი უნდა იყოს და თუ ღმერთია მიზანი მაშინ ბუნებრივად ადამიანი ხდება თავმდაბალი რატო? იმიტომ რომ იმის სიწმინდესთან შედარებით მე რასაც არ უნდა ვაკეთებდე თუ ის მწამს მართლა ჩემი ნაკეთი აქ არაფერი არ არის ფჩხილის ფასია შეიძლება ითქვას და რითი უნდა ვიქადოდე მე რომ მიათებს წირავ ორჯერ რომ მარხულობ თუ 40-ეული რო იწყება ეხლა დიდი მარხვისა დედა რა საქმე გავაკეთე მე პირიქით რამდენადაც ღმერთი სწამს კაცს მით უფრო ადარებს თავის ცხოვრებას იმ სიწმინდეს რაც არის ღმერთი და ბუნებრივად ხდება თავმდაბალი ეს დაახლოებით როგორი შედარება შეიძლება გავაკეთოთ ისეთ ხა ჩვენ გონია საკუთარი თავი ყველა პროფესორი ვართ მაგრამ საკმარისია უნივერსიტეტში შეხვიდე სადაც მართლა გონებების ხედან ხო და დაელაპარაკო შეგწხვება და იტყვი კაცო მე პროფესორი მეგონა ჩემი თავი და ნახე რა დღეში არიან აქ ადამიანები და ბუნებრივად ხდები შენ თავმდაბალი იმაწრეში თავმდაბალი ხდები თუ სუნთქა ჭკუა არა გაქვს წართმეული ბუნებრივად ხდება ეს რითი უნდა იქადოდე იმ კორნელი კეკელიძესთან დაუშვათ არნოლდ ჩიქობავასთან აკაკი შანიძესთან რითი უნდა იქადოდე შენ ვეფხისტყაოსნის ავტორთან მანამდე ეს თანამედროვე მე-20 საუკუნის მოღვაწეები ვთქვი რა უნდა თქვა ისეთი რაც ამათ ილია აბულაძესთან თუნდაც უდიდესი მეცნიერები შალვა ნუცუბიძესთან ფილოსოფოსი გახლავთ იცით თქვენ ჯავახიშვილთან ივანესთან რა უნდა თქვა ისეთი აი ეს ხალხი რო აქ იყოს რომ ამათ გაუკვირდეთ და ბუნებრივია შენ გეუფლება თავდაბლობა რომ მე ვინა ვარ ამათთან შედარებით ეს ბუნებრივი პროცესია თამაშობანა კი არ არის აი ესია მორწმუნე კაცი თუ ჭკუაზია მოსული რომ თუ ღმერთი სწამს ის ბუნებრივად ხდება ასეთი იმიტომ რომ რა უნდა გავაკეთო მე ისეთი რასაც რითიც ღმერთს გავაკვირვებ ახლა მაგრამ ამას უკვის საკუთარი თავის ამას ფარისეველს იქადის ამით თავს იქებს როგორი ძლიერი ვარ და სინამდვილეში ეს კაცი არის ურწმუნო კაცი იოანეს სინელის თანახმად გონია რომ ღმერთი სწამს ფაქტობრივად არის ათეისტი კაცი ოღონდ შეფარული შელამაზებული გარეგნული სულიერებით ღმერთი არ სწამს ამას ვინ სწამს კერპი საკუთარი თავი აი ამ გაგებით ათეისტი არ არის იმიტომ რომ ღმერთი სწამს საკუთარი თავი საერთოდ ათეიზმი როგორც თქვით ბუნებაში არ არსებობს თავისი შიშველი გაგებით ეს უნდა ძალიან კარგად ვიცოდეთ ხო ჩვენ ათეისტობა ხო მოგახსენეთ ვიცით როგორი რომ მე უარყოფ და ამას ვაღიარებ და მაგრამ ათეიზმი ბუნებაში არ არსებობს ხდება ჩანაცვლება
ღმერთისა. როგორც მოგახსენეთ, ღმერთი არ აჭირდება, მაგრამ ჩაანაცვლა რიტუალით, ჩაანაცვლა შვილით, ჩაანაცვლა მანქანით, გარეგნული წარმავალი მომენტებით ანაცვლებს ღმერთს. ეს არის კერპთაყვანისმცემლობა. მეტი არაფერი. და ყველა ადამიანი ცხოვრობს თავისი იდეებით. ჩვენ ხო ვიცით? ყველა ადამიანს აქვს თავისი მიზანი. ზრდასრულ კაცს ყველას მიზანი აქვს. და თუ ეს მიზანი ღმერთი არ არის, მაშინ კერპია. და აი რადგანაც კერპს ემსახურები შენ, ათეისტი შიშველი გაგებით არ ახარ. შეიძლება ადამიანი ემსახურებოდეს ხეს, ან ზაღლი უყვარდეს თავისი. და მთელი ცხოვრების მიზანი ეს ზაღლი იყოს. ეს არის ღმერთის ნაცვალი მის ცხოვრებაში და ეს ღმერთია მისთვის. ამიტომ ვამბობთ, რომ ცალკე აღებულად ათეიზმი არ არის. იმიტომ რომ ათეიზმი მაშინ არაფერი არ უნდა გწამდეს შენ. არაფერი მიზანი არ უნდა გქონდეს შენ. მაგრამ რადგანაც გაქვს მიზანი რაღაცა, კერპი შეიძლება იყოს. როგორც პავლე მოციქული ამბობს, მრჩობლ ეშმაკეულთა ხედავთ თქვენ ათენელებს ეუბნება. კერპთაყვანისმცემლები არიან ათენელები და აქებს როგორი ღვთის მოყვარულები ხარ თქვენო. ანუ აქ ათეიზმი კი არ დაინახა მათი. უარყოფან ჭეშმარიტი ღმერთისად, კი ბატონო, მაგრამ დაინახა კერპები. და ამ გაგებით შეაქო მათი ღვთის მოყარეობა იმ ღმერთებისა, ცრუ ღმერთების. მაგრამ მათთვის რო ღმერთები იყო და ის დაინახა. ასე რომ ათეიზმი როგორც ასეთი არ არსებობს. ჩანაცვლება ხდება. როგორც ფარისევლის შემთხვევაში ათეიზმია კი, რატო ათეიზმი? იმიტომ რომ ჭეშმარიტ ღმერთს უარყოფს. აი ამ გაგებით ათეიზმია. მაგრამ ჩაანაცვლა რითი? საკუთარი თავით. მე ვარ ღმერთი. ამას ამბობდა ესეთი ჭკუა ნატკენი ფილოსოფოსი იყო ლიუდვიგ ფოიერბახი. ესეთი ამბობდა, რომ ღმერთი ადამიანმა მოიგონაო და ადამიანი ადამიანისთვის არის ღმერთი. თუ გაინტერესებთ მისი ფილოსოფია, რაც საინტერესო არის, მაგრამ მაინც ადამიანი თურმე ადამიანისთვის არის ღმერთი ფოიერბახის ფილოსოფიის თანახმად. ვერ იყო ჭკუაზე კაცი ჩვენ ვიტყვით. იმიტომ რომ როგორ შეიძლება კერპი ყავდეს ადამიანი წარმავალი. და ეს ესმოდა. ეს ათეისტი იყო იმ გაგებით. რა გაგებაცაც ჩვენ ვდებთ, რომ ღმერთი არ სამდა. მაგრამ იმ ზოგადი გაგებით ათეისტი საერთოდ არ იყო. იმიტომ რომ თუ ადამიანს შენ ღმერთად რაც ვიღაცა ხო არის შენთვის ეს ღმერთად წოდებული, ესე იგი ათეისტი აღარ ახარ. არც ერთი ადამიანი არ არის. შეიძლება პარტია იყოს რაღაცა ესეთი პოლიტიკური და ამის კერპი ყავდეს შენ. პოლიტიკური პარტია, ეს არის კერპი. ვიღაცა ადამიანი შეიძლება იყოს კერპი. ღმერთის ნაცვალი. ეს ყველა ურწმუნო ხალხია სინამდვილეში, ყველა ურწმუნო. იმიტომ რომ ანაცვლებენ კერპად ჭეშმარიტ ღმერთს. რაც დაემართა ამ ფარისეველს და იოანეს სინელი კარგად გვეუბნება, რომ ქრისტიანობაში ასეთი კაცი არის კერპთაყვანისმცემელი ჯერ ერთი და გონია რომ სწამს ღმერთისა. ის ღმერთი, რომელსაც უნდა სწამდეს, ის არ ასწამს ამ კაცს. სამს თავისი გაბოგონილი. ამიტომაც კერპთაყვანისმცემლად იწოდება. რისგანაც გვაშოროს ღმერთმა. და დავიწყოთ ეს მოსამზადებელი პერიოდი დიდი მარხვისა. როგორც დაიწყო თავისი ლოცვა მეზვერემ. ეს გახსნილი კაცი იწყებს სწორი მიმართულებით სვლას. მე პატარა კაცი შენთან შედარებით რა უნდა ვთქვა? ღმერთს ეუბნება ფაქტობრივად. და ის პირიქით იწყებს. მე დამინახე როგორი კარგი ვარ. ამიტომ დამღუპველი ამპარტავნება და პატივმოყვარეობა.
ცალკე აღებულად კი არ არის. ამის ფესვები თურმე არის ათეიზმი და კეფთაყვანისმცემლობა. ოღონდ კეფთაყვანისმცემლობა საკუთარი თავის განდიდების კუთხით. და მე ადამიანი თუ ასეთ გზას მიყვება, ნარცისი ეწოდება მას. აშლილობა ეს, ფსიქიკური აშლილობაა ფსიქოლოგიაში. ეხლა გამოვლინდა ეს ტერმინი ნარციციზმი. საკუთარი თავით ტკბობა. აი ეს იყო სულიერად აშლილი ფარისეველი. არანორმალური ჭკუისა, ფსიქიკურად ავადმყოფი. რომ სახარებაში ეს ხო არ წერია. დღეს ვიცით რა მდგომარეობაც ჰქონდა მას. საცოდავი ხალხი, აშლილი ფსიქიკურად. რა ლამაზი, რა კარგი, რა ჭკვიანი, რა ღვთისმოსავი, რა წმინდანი, რა მარხული, რა კარგი კაცი ვარ მე. და ტკბება მთელი ცხოვრება. და ვინც უყურებს, ესენი იტანჯებიან. ეს ავადმყოფია. გვერდზე მყოფი რო უყურებს, იტანჯება ამისი ავადმყოფობით და ვერც გააგებინებს, ან ჭკუაზე ვერ არის და როგორ გააგებინებს? ექიმის ჩარევა თუ არ იყო იქ. დაგლოცოთ ღმერთმა და ჯვარი გეწეროთ. მოგცეს უფალმა საფრთხო თავმდაბლობა. ამას ვისურვებდი ამ დიდი მარხვის განმავლობაში.